სახელითა მამისად და ძისად და სულისა წმინდისად. სულიერ ცხოვრებაში ჩვენ ისეთ სირთულეებს ვაწყდებით, უკვე უნდა გქონდეს ამის გამოცდილება, რა თქმა უნდა. რომ არ უნდა გსურდეს, რომ ვიცხოვროთ ჩვეულებრივი ზედაპირული ხორციელი ცხოვრებით, რამე თუ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება არის მუდმივად უფლის ერთგულება, განკაცებული ღმერთის ერთგულება და მასთან საიდუმლოებრივი ურთიერთობა, ერთობა, რომელიც ჩვენ შიგნით უნდა ხდებოდეს. ახლა ეს რაც მე ვთქვი, არის ერთგვარი ტექნიკური დახასიათება ამ სირთულისა და სულიერი ცხოვრებისა. მაგრამ არსებობს კიდე სხვა დახასიათება, რომელიც უფრო სწორია, უფრო ნამდვილია და უფრო ჭეშმარიტი. ერთი სიტყვით გამოიხატება, ეს არის ქრისტესადმი სიყვარული. თუმცა, რადგან ამ ცნებამ, ამ სიტყვამ ყველაზე მეტად შეიძლება ითქვას განიცადა ამასოფლის სულისაგან დამახინჯება. ადამიანებს ყველაზე მეტად ეს სიტყვა აქვთ დამახინჯებული თავიანთ ცნობიერებაში. დღეს სიყვარული აღიქმება ის, რაც ჩვენ გსიამოვნებს, ის გვიყვარს, რაც ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს, ცოცხალი იქნება თუ არა ცოცხალი. და ქრისტიანული განმარტება სიყვარულისა საერთოდ სიამოვნებაშიც გულისხმობს მხოლოდ ეგოისტურ სიამოვნებას, ძირითადად ხორციელს, რა თქმა უნდა. თუმცა არის მშვენიერიც, გნობისმიერიც, მაგრამ ყველაფერი ეს ეგოისტურია. მაგრამ სიყვარული არ არის ის, რაც შენ გსიამოვნებს, არა სიამოვნებას განიჭებს. ეს ჩვეულებრივი ეგოიზმის განმარტება, რომელსაც სიყვარულს უწოდებთ. ამიტომაც, როცა ვამბობთ, რომ ქრისტიანული ცხოვრება არ არის მარტივი და იგი სხვა დამოკიდებულებას ითხოვს, უაღრესად სიღრმისეულს, კონცენტრირებულს, განსხვავებულს, ამასოფლის ცხოვრებისაგან განსხვავებულს, იმიტომ რომ ქრისტე უნდა გვიყვარდეს, ამას ადამიანები ვერ ვიგებთ. და უფალიც ითვალისწინებს ამას, რომ ამას ვერ ვიგებთ, რამე თუ თავად ამბობს, რომ მე იმას ვუყვარ ვარ და რა საკმარისი იყო, ხო, თქმული იყო, რომ უნდა გვიყვარდეს უფალი. მაგრამ არა, უფალი ასე ამბობს, მე იმას ვუყვარ ვარ, ვინც ჩემ ცნებებს აღასრულებს, ანუ გვიწვრილმანებს, გვიხსნის. როგორც გითხარით, ეს არის საიდუმლოება ღმერთთან ერთობისა, რომლის გაგებაც რთულია, რომლის აღქმაც რთულია და რომლის გადმოცემაც რთულია. და ჩვენ ეს სამივე უნდა შევძლოთ. ჩვენ უნდა შეგვიძლოს გავიგოთ რასთანა გვაქვს საქმე, ამავე დროს აღვიქვათ, ანუ ჩვენს გამოცდილებად ვაქციოთ და რა თქმა უნდა შეგვიძლოს მისი გარდამოცემაც. ჩვენ ყველანი ვალდებულნი ვართ ვიყოთ ნათელი ამასოფლისა და ეს ნათელი სწორედ გადაცემას ნიშნავს, რაც ჩვენ მივიღეთ და განვიცადეთ, რომ ის მერე გადავცეთ სხვებს. რომ ეს სხვებმაც განიცადონ და ეს გადაცემაც საიდუმლოებრივია, იმიტომ რომ ეს უნდა ჩანდეს, უნდა ვლინდებოდეს ერთი სხვი ჩვენ გვაქვს ვალდებულება, საიდუმლოება განვაცხადოთ, ღმერთისა და ადამიანის ურთიერთობის საიდუმლოება განცხადდეს, საიდუმლოება განცხადდეს, რომელზეც პავლე მოციქული ამბობს, ეს საიდუმლოება სამყაროს შექმნიდან მოყოლებული არსებობს და ახლა ღვთის განკაცების მერე განცხადდა მის წმინდანებში, ანუ იმ ადამიანებში, ვინც ღვთისნების აღსრულების მოსურნენი არიან და აი ამ საიდუმლოებას მე თქვენ გიცხადებთ, რომ ეს არის ქრისტე თქვენში. მაგრამ ამას თუ პავლე ამბობს, პავლე, რომელშიც იყო ქრისტე, რომელიც იყო ტაძარი ღვთის, იმდენად დიდი იყო, რომ ქრისტეს ხორციელად არც იცნობდა და მოციქულთა რანგში იქნა აყვანილი. მოციქულთა თავად იდგა დადგენილი, გესმით? ანუ ერთია, როცა ეს თეორიულად ამას იტყვი და ეს უნდა ვთქვათ. არ შეიძლება, რომ ამაზე არ ვისაუბრო და რაღაც ზედაპირულ საკითხებზე ვისაუბრო, არ შეიძლება. არ შეიძლება ზედაპირულ საკითხებზე საუბარი. იმიტომ რომ ზედაპირულ საკითხებზე საუბარს ქრისტიანობა საერთოდ არ ჭირდება. ის რომ შენ წესიერი კაცი უნდა იყო და ადამიანი არ შეავიწროვო და ასე შემდეგ და ზნეობრივად უნდა მოიქცე, ამას ქრისტიანობა არ სჭირდება, იმიტომ რომ ეს ადამიანური ზნეობა იქადაგებოდა ქრისტემდეც და ესე იგი არა მარტო ზველახთქმაში, არამედ წარმართებშიც იქადაგებოდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ღმერთის ქმნილებაა და
ღვთის ხატი და მსგავსია და იგი ღვთისაგან მოცებულ ზნეობრივ კანონს თავის თავში ბუნებითად ატარებს. როგორც კრუხი ატარებს თავის თავში იმას, რომ წიწილა უნდა დაიცვას. ქათამია, მაგრამ ეგ იცის. იმიტომ რომ თავის თავში ატარებს ამას, იმიტომ რომ ღმერთმა ასეთად შექმნა. ასეთი ადამიანი უფალი ამაზე ამბობს ზუსტად, რომ როცა სიკეთეს იქმ, შენ ჩემგან მადლობა არ გეკუთვნის, იმიტომ რომ შენი მოვალეობაა, იმიტომ რომ შენი ბუნების ნაწილია. ამიტომ როცა ჩვენ ზედაპირულად საუბრობთ, ეს არ გვეკადრება ქრისტიანებს, მაგრამ სიღრმისეულად რო ვისაუბროთ, ამას გამოცდილება ჭირდება, რომელიც ჩვენ არ აქვს. თქვენ პირდაპირ ესე არ გევალებათ ღვთის სიტყვის ქადაგება, მაგრამ მეორე მხრივ დამერწმუნებით, რომ როცა გადიხართ აქედან, ოჯახებში იქნება ეს სამსახურებში და საერთოდ სოციუმში რო ხართ და იციან რა რომ თქვენ ქრისტიანები ხართ, თქვენ გევალებათ, რომ ნათელი იყოთ ამ სოფლისა. უნდა გამოირჩეოდეთ სხვა ადამიანებისაგან, კეთილშობილებით, თავდაბლობით, ბულმოწყალებით და ასე შემდეგ და შინაგანი ცეცხლოვანებით, რომელსაც ჩვენში ღმერთის ყოფობა ქვია. თუ ასე ამით არ გამოირჩევით, თქვენ აპკოლებთ ადამიანებს. თქვენ აი ქრისტიანია, ხო ეს ეკლესიაში დადის ესე იტყვია. რავი რა საშინელება, ხო ეს ეკლესია, აი მარხულობს კაცო ეკლესიურია. და რატო ხდება ასე? რატო იშვერენ ჩვენსკენ ხელს ასე? იმიტომ რომ ვერაფერ განსაკუთრებულ ჩვენში ვერ ხედავენ. პირიქით, ხანდახან უარესებიც ვარ. გესმით რა შეასაბამება. აი პავლე მოციქული დღეს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეში კი ასე გუმოძღვრის. ამიერი დგან ძმანო, ახლა ამიერი დგან რა ასე ვთქვათ. ჩვენ ქრისტიანები ვართ, იქიდან მოყოლებული და საერთოდ თუნდაც ახლა ამ სიტყვა რო ახლა გვესმის, აქედან მაინც. ამიერიდან ზმანო განძლიერდით უფლისა მიერ სიმტკიცითა ძლიერებისა მისისათა. განძლიერდით უფლის მიერ ეს საერთოდ ნებისმიერი მოწოდება მოციქულისა და რა თქმა უნდა თავად მაცხოვრისა ჩვენ მცნებად უნდა აღვქვათ. მცნებაა ეს არის ვალდებულება. ეს არის ის როგორც უნდა ვიცხოვროთ. ანუ უფლის მიერი სიძლიერე, როდესაც მისი ძლიერების სიმტკიცე შემოდი, როცა ჩვენ მტკიცებით მისი ძლიერებით, ანუ ეს რას ნიშნავს? მისი ძლიერებით გამტკიცებულნი და უფლის მიერ გაძლიერება. რომ ღმერთი შემოდის ჩვენში. ანუ ჩვენ უბრალოდ თეორიულად კი არ ვიცით, რომ ღმერთი არსებობს, არამედ ჩვენ მასთან კომუნიკაცია გვაქვს. ეს კომუნიკაცია არის საიდუმლოებრივი. ჩვენ ტაზარი უნდა ვიყოთ ღვთისა, ის ჩვენში უნდა შემოვიდეს. აი ამას ნიშნავს. ამიტომ გვახსენებს კიდევ ერთხელ პავლე მოციქული, რომ ჩვენი ძლიერება უნდა იყოს არა ჩვენი ადამიანური ბუნებრივი და ბუნებითი, არამედ ღმერთის მიერი. ესე იგი ჩვენი გული უნდა იყოს მზაობაში, რომ ღმერთს გული გაუხსნას. შეიმოსეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა. მაგრამ ეს ცხოვრების წესზე გველაპარაკება. ანუ შეიმოსე საჭურველი რა არის? საჭურველი არის სამხედრო იარაღი. შეიარაღება. და ამბობს ყოვლად საჭურველი, ანუ ყველა იარაღი, რომელიც ღმერთისგან მოცემული გვაქვს. ერთი რომელიმე კი არა, ყველა იარაღი, რომელიც ღმერთისგან მოცემული გვაქვს და გვიბიძგებს ბრძოლისკენ, რათა შეუძლოთ თქვენ წინა აღდგომათ მანქანებად ამათ ეშმაკისად. პავლე მოციქული გვახსენებს, რომ ჩვენ რადგან ქრისტიანები ვართ, ბრძოლაში ჩაბმულები ვართ უკვე ჩაბმულები ვართ. ამიტომ თუ ჩვენ მინდა რომ გავემარჯვოთ, ყველა ის შეიარაღება, რასაც ღმერთი გვაძლევს, სრულად უნდა ავიღოთ ეს შეიარაღება და ავისხათ ეს საჭურველი და არა ისე რაღაც ნაწილობრივ, ზოგს რა მოსწონს, ზოგს რა მოსწონს, თლიანად უნდა ავიღოთ ეს. და მე გვახსენებს ეს ბრძოლა რატოა სასტიკი. რამე თუ არ არის ბრძოლა ჩვენი სისხლისა მიმართ და ხორცთა. ანუ ადამიანის მიმართ არ არის ეს ბრძოლა. ადამიანის მიმართ ბრძოლა ადვილია, იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ მას. და ჩვენ ასე თუ ისე ჩვენს ადამიანები ვართ რა, გვაქვს გარკვეული რესურსი, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ. ზოგ შემთხვევაში ვაჯობოთ კიდევაც. მაგრამ უფალი პავლე მოციქული გვახსენებს, რომ არა, ჩვენი ბრძოლა ამ ადამიანის უკან მინდგას იმის მიმართ გვაქვს. ის არ ჩანს და შენ ეს ადამიანი რომს დაამარცხო და გაიმარჯვო, თვით მოკლა კიდევაც, შენ მაინც დამარცხებული ხარ, იმიტომ რომ შენში იმხელა ბოროტება არის, სიძულვილი, მრისხანება, რომ შენ უკვე ეშმაკის სახური ხდები. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ადამიანი შეიძლება დაამარცხე. გესმით? ამიტომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი განსასწრელი, რომელიც სხვა ადამიანისგან მოდის, ამან ადამიანის უკან მდგარ ეშმაკთან ბრძოლას ნიშნავს. როგორც კი ამას ივიწყებ,
როგორც კი ამას ივიწყებ და კონცენტრირებული ხარ ადამიანზე, ეშმაკსაც ეს უნდა. ჩვენ აღარ ვიბრძვით სწორად, ჩვენ ვიბრძვით საკუთარი შესაძლებლობებით, საკუთარი ინტელექტით, საკუთარი გონიერებით, საკუთარი გზნობებით, საკუთარი უნარჩვევებით, საკუთარი ემოციებით, საკუთარი შესაძლებლობებით, დიპლომატიით, ასე შემდეგ. ან მხოლოდ ამით ვიბრძვით და არ ვიბრძვით იმით, რასაც ღმერთის საჭურველი ქვია. გვახსენებს, ესე იგი, არ არის ბრძოლა სისხლისა და ხორცის მიმართ და რაც გითხარით, არამედ მთავრობათა მიმართ და ხელმწიფეებათა სოფლის მყრობელთა მიმართ ბნელისა ამის აწუთოისა. ანუ ამ ცხოვრებას სიბნელეს უწოდებს და ამათი მართველები, მთავრობა, ხელმწიფება, ეს არის ანგელოზთა დასები. და მე კიდევ ერთხელ ამბობს, ეს არის სულთა მიმართ უკეთურებისა და უკეთური სულები. და სად არიანო, რომელიც არიან სასაქვეში, ანუ ამ სამყაროში, ანუ არ არიან ღმერთთან და ჯერ არ არიან ჯოჯოხეთში, ესე იგი არიან ამ სამყაროში და ამ სამყაროში ხა მთვარეზე რა ესაქმება ხა ეშმაკს, ხო ხვდებით? არც მარსზე არაფერი არ ჭირდება, ეს მარსზე უგუნური ადამიანები მიისწრაფიან, რა უნდათ მარსზე. თუ ესეთი შესაძლებლობები აქვს ადამიანს, რომ მარსი გააკეთილშობილოს ამ მთვარე, აგრე საჰარას უდაბნოა და იმას მიხედონ და საჰარას უდაბნო წარმოედგინე მთელ კაცობრიობას დაიტევს ფიზიკურად. და გამოყვებას კიდევ თან უკვე ჟანგბადი არის გამზადებული. სხვაგან კიდე ჰაერიც არ არის. ხო, ანუ რა უნდა ეშმაკს იქ? ეშმაკი მხოლოდ იქ არის, სადაც ადამიანია. ამიტომ როცა არის ის ქვეშეთში, იგულისხმება არა სამყაროს და კოსმოსური სივრცეები, არამედ აი ეს ჩვენთან, აქ, ჩვენს გარშემო. ამისთვის რომ ვიბრძოლოთ, აღიღეთ ყოვლად საჭურველი იგი ღვთისა, კიდევ ერთხელ იმეორებს. არა საჭურველი, არამედ ყოვლად, ანუ ყველა შეიარაღება ღვთისა, რათა შეუძლოთ წინა აღდგომათ დღეს ამას ბოროტსა. ეხლა ეს დღესა ბოროტი რომელია დღე? რომელია ეს დღე ბოროტი, ხო ხვდებით? დღე ბოროტი არის ყოველი დღე. გახსოვთ უფლის სიტყვები, როცა იგი ამბობს, რომ უზრუნავთო ხვალინდელი დღისთვისო, კმარს დღევანდელი დღის ბოროტება დღეს. ანუ ყოველი დღე ბოროტია. და რატომ არის ყოველი დღე ბოროტი? იმიტომ, რომ ჩემში დომინირებს ჩემი უკეთური ნება და არა ღვთის ნება. იმიტომ, რომ მე დღეს არ მაქვს შესრულებული ჩემი მისია, რომ ღმერთთან ვიყო და შესაბამისად, აი დღევანდელი დღე, ნუ ეხლა წირვაზე ვარ, დიდება უფალს, მაგრამ ეს წირვაც არ იყო ისეთი, როგორც უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, კიდე როგორ გასრულდება ეს დღე, არ ვიცი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ყველამ ვიცით საკუთარი გამოცდილებით, რომ არსეთი დღე კეთილი ჩვენ ცხოვრებაში არ ყოფილა ჯერ, იმიტომ რომ არასოდეს ღვთისნებით თავიდან ბოლომდე დღის განმავლობაში ჩვენ არ გვიცხოვრია. ამას ქვია დღე ბოროტი. ამიტომ როცა ამბობს, რომ ვერ შეძლებთ და შეეწინააღმდეგოთ ეშმაკს ბოროტ დღეს, ეს არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. თუ არ გვექნება სრული აღჭურვილობა, ესე იგი ასხმული ჩვენზე. და მე აგზელებს პავლე მოციქული, აი ბრძოლის ფორმაა ეს და ცხოვრების წესი. ყოველსავე იქმოდეთ, რათას დგეთ. რათას დგეთ ნიშნავს როგორც ქრისტიანი, რომ ვიდგე და ეს ბოროტი დღე აღარ იყოს ბოროტი და დღე როცა ბოროტი რომ იმიტომ არის რომ ღვთისნების კი არა ჩემი ნებით ცხოვრობ და ის დღე რომ ისეთი გახდეს და საბოლოო ჯამში დღეები ისეთი რომ გახდეს რომ ვიცხოვრო ღვთისნებით, ანუ მტკიცეთ ვდგეთ, მტკიცეთ, ამას ნიშნავს დგომა. ამისათვის კი არ უნდა ვიქმოდეთ, ანუ კი არ უნდა მოქმედებდეთ, ან შრომობდეთ უბრალოდ, არამედ ყოველსავე ვიქმოდეთ. ანუ თელი ჩვენი შესაძლებლობებით, აი როგორც სიყვარულზე როა, ღვთის სიყვარულზე გიყვარდეს ღმერთი თქვენი მთელი არსებით, გონებით, სულით, ესე იგი ნებით, მთელი ძალით, ანუ სრულად გვიყვარდეს, სრულად უნდა ვიქმოდეთ, არა ნაწილობრივ. 2 ტალანტი მომცა, 2 უნდა დაუბრუნო, 5 მომცა, კიდე დამატებით 5 უნდა დავამატო. ანუ ადამიანი თავის რესურს ბოლომდე დებს. აი ეს არის ყველაზე მთავარი პრობლემა, როდესაც ჩვენ წლები გადის ეკლესიაში ვართ და ვერ რეალიზდებით როგორც ქრისტიანები. გამახსენდა იოსებ ბისიქასტის ერთ-ერთი დახასიათება. რატომ იყო დიდი იოსებ ბისიქასტი, როგორ ახასიათებს მას მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი, ის იყო ადამიანი, რომელიც საწყისი გულმხურვალება როა ყველას, ვინც ეკლესიაში მოდის, რომ მივიდა მონასტერში, ეს გულმხურვალება მას არასოდეს ჩაუქრია. არასოდეს. და ეს ნიშნავს იმას, რომ გულმხურვალებას თუ არ ჩააქრობ, იზრდება და აი ბოლოს გახდა ის, ვინც გახდა. მტკიცეთ უკვე დექით კლავ იმეორებს დგომაზე.
მტკიცეთ უკვე დექით და ეხლა უკვე ჩამოთვლის ამ შეერაღებას. რა თქმა უნდა სიმბოლური სიტყვათა წყობით. მოირწყენით წელნი თქვენი, აი ქამარს ვოირწყავდეთ და ზეთხმალს იყიდებდნენ, ხო? მოირწყენით წელნი თქვენი ჭეშმარიტებითა. ეს შეერაღების ნაწილია, როცა მძიმე ქამარს იკეთებდნენ. ანუ ესე იგი ჭეშმარიტება. რა ჭეშმარიტებაზეა ვიცით, ხო? ეს არის საღვთო ჭეშმარიტება, რომელიც თავად განკაცებული ღმერთია. შეიმოსეთ ჯაჭვი, ესეც ბრძოლის იარაღი და რა ჯაჭვია? ჯაჭვი იგი სიმართლისა. რა თქმა უნდა, კვლავ საღვთო სიმართლე. აქაც ეს არის. იმის კვლევა თუ ღმერთს რა უნდა? ღმერთის ნება რა არის? ჩვენ მოქმედებაში მხოლოდ ღმერთი დომინირებდეს. შეისხენით ფერხთა თქვენთა, ასევე სამხედრო სანდალები, ეს რა თქმა უნდა ძველი რომაული აღჭურვილობის დახასიათებაა. განმზადებულობა სახარებისა. სახარება კი არა, განმზადებულობა, ანუ მზაობა მუდამ ვიყოთ ნათელი ამას ოფლისა, მზაობა მუდამ მისიონერობდეთ. მზაობა იმისა, რომ ხედავენ რა მუდამ ჩვენს მიმართ გაუჩნდეთ განცდა, რომ აი ღვთისშვილი, აი ესეთი უნდა იყოს ქრისტიანი. გესმით? აი ეს ამას ნიშნავს განმზადებულობა სახარებისა, სუმზად ყოფნაში ხარ. არასოდეს არ ახარ ისე მოშვებული, რომ ესენი არიან ქრისტიანები შეხედე ერთი ამბავ. რას გვანან? ეგენი ვინ არის? ეს რომ არავის არ ვაფიქრებინოთ, არასოდეს. ანუ მაგალითი ვიყოთ ყველასთვის. რომ ჩვენ ქრისტესნი ვარ. სახარებისა მის შვიდობისა, ყოველსა თანახე როგორ სახარებისა მის შვიდობისა, როცა ადამიანი ქრისტეს გავს და ქრისტეს ბაძავს, ის ყოველთვის შვიდობას თესავს გარშემო, გესმით? ყოველსა შინა აღიღეთ ფარი იგი სარწმუნოებისა. ფარი ასევე საბრძოლო იარაღი და რწმენა. რწმენით უპირისპირდებით ყველა გამოწვევას ამ სამყაროში. ჩვენი რწმენა ისეთი ცოცხალი და ძლიერი და მტკიცე უნდა იყოს, რომ ვერაფერმა ვერ დაგვაგდოს, ვერაფერმა ვერ შეგვაშინოს, ვერაფერმა ვერ გაგვტეხოს, მათ შორის ვერც სიკვდილმა, რა თქმა უნდა. რომლითაც შეუძლოთ ყოველთა მათ ისართა ბოროტისათა განხურვებულთა დაშრეტად. იმიტომ რომ ეშმაკი არასოდეს არ ისვენებს, ყოველთვის გვესვრის ამ განხურვებულ ისრებს და ჩვენ რწმენით ყველაფერს ვძლევთ. ყველაფერს ესე იგი ვამარცხებთ და ჩაფხუტი თავზე რაც აფარიათ იცით ხო ჩაფხუტი კი ცხოვრების ანუ სიცოცხლისა რას ნიშნავს ჩაფხუტი სიცოცხლისა ქრისტესი მე ვარ სიცოცხლე ქრისტე ამბობს აი ქრისტე გვახურავს ქრისტე შემოსილები ვარ და მახვილი იგი სულისა მახვილი ამ დროს მახვილიც ახსენა ნახეთ გასაგებია ჭეშმარიტება, გასაგებია სიმართლე, გასაგებია სახარების ხადაგებლობა, გასაგებია სიცოცხლე და ეს მახვილი რაღა არის? მახვილი ხო შეტევის იარაღია. ესეც მინდა მქონდეს დიახ და განმარტავს. მახვილი იგი სულისა, რომელ არ სიტყვა ღვთისა, ანუ ჩემი სიტყვა თანხვედრაში უნდა იყოს სახარებასთან. ამიტომაც სახარების სულით გამსჭვალნული ვართ რა, არასოდეს არ დავუპირისპირდები ბოროტებას ჩემი სიტყვებით, არამედ ღვთის სიტყვით უპირისპირდები. ვამბობ მხოლოდ იმას, რასაც ღმერთი იტყოდა ჩემ ადგილას, რასაც განკაცებული ღმერთი იტყოდა ჩემ ადგილას. ამას ნიშნავს, რომ მე ვარ შეიარაღებული მახვილით. და ეს მახვილი არის ღვთის სიტყვა. ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა არა ლოცვითა და ვედრებითა. ხშირად პავლე მოციქულს მის ამ თვისებას ხას უსვავთ ხოლმე. მას შეიძლება თქვა ლოცვითა და ვედრებითა, არა, ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა. ანუ როცა ადამიანი მთლიანად ლოცვას წარმოადგენს, ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა ილოცევდით ყოველსა ჟამსა, სულითა. ხო, ეს დღეს აქტუალურია, ხო, რომ ლოცვა არ ჭირდება ადამიანს. ხო, აქტუალურია ეს. ესე იგი, რა საინტერესოა იცით, რომ ძალიან საერთოდ ადვილი არ არის სიკეთისა და ბოროტების გარჩევა. რატომ? იმიტომ რომ სიკეთეა მხოლოდ ქრისტე და ბოროტება მხოლოდ უქრისტეობა. და აქ არის ზუსტად სირთულე, იმიტომ რომ სამყარო არის შავი და თეთრის გადაფარვა ერთმანეთში. სამყარო არ არის შავი და თეთრი. რომ აი ეს თეთრი არის ქრისტე და შავი არის ბოროტება. არ არის ეს. რუხია, ნაცრისფერია. გესმის ჭრელია და ამიტომ ძალიან ძნელია გაიგო, ძალიან რთულია. ამიტომ როცა ადამიანი სიკეთეს ემსახურება ან ბოროტებას გავრბის, შეიძლება გაგეცინოს თუ სულიერად შეხედავ, იმიტომ რომ ის სულაც არ არის ეშმაკი ბოროტებას რო უწოდებს და ეს სულაც არ არის ქრისტე სიკეთეს რო უწოდებს. მაგრამ არის ხანდახან შემთხვევები, როდესაც აშკარად ვლინდება, რომ ეს არის ბოროტება. მაგალითად, როდესაც აშკარად ქრისტიანი ქრისტეს საწინააღმდეგო მოწოდებებს ავრცელებს. მაგალითად, როცა მღვდელი ამბობს, რომ ლოცვა მას არ ჭირდება და საერთოდ ლოცვა არ არის საჭირო, რა ვიცი რა.
ეს აშკარად ბოროტება არის, იმიტომ რომ ქრისტეს წინააღმდეგია. და რა საწოდავია ქრისტიანი, სხვა ქრისტიანი, რომელიც ამაში ბოროტებას ვერ ხედავს. ძალიან დიდი სიბრძნე გჭირდება, ზოგადად ვსაუბრობ. ძალიან ბევრი სხვა შემთხვევებია უამრავი. ეს ყოველ ადამიანში განსაკუთრებულად ქრისტიანში და განსაკუთრებულად კიდე სასულიერო პირში შეიძლება ეს გამოვლინდეს, იმიტომ რომ სასულიერო პირი მუდმივად დეკლარირებს, ის არ ჩერდება, ის ვალდებული წინასწარმეტყველი ამბობს ერთი ძველ აღთქმის, წინასწარმეტყველი რომელიც არ ქადაგებს, გავს ძაღლს, რომელიც არყებს. მღვდელი თავის ცხოვრების წესით, აი ქუჩაში რომ მიდის მღვდელი, ის ქადაგებელია. ქუჩაში რომ დადის შემოსილი, რა თქმა უნდა. რომ ეტყობა რომ მღვდელია. როგორ იქცევა, როგორ გამოიხედება, რა მანერები აქვს, სიარულის მანერასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ სიარულის მანერაში ჩვენი გულის მდგომარეობა ვლინდება. რა თქმა უნდა სიტყვაშიც, რა თქმა უნდა მზერაშიც, რა თქმა უნდა ხმის ტონალობაშიც, ეს ყველაფერი არის ქადაგებლობა. და როდესაც ჩვენი ცხოვრების წესი აშკარად წინააღმდეგობაში მოდის წმინდა წერილთან, აქ გვაქვს საქმე ბოროტებასთან. და აი ამის საპირისპიროდ აგერ ლოცვაზე საუბრობს ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა. ანუ მთელი სავსე უნდა ვიყოთ ლოცვით. ილოცევდით ყოველსა ჟამსა, სულ უნდა ვლოცულობდეთ და ეს ხო ერთადერთი გამონათქვამი არ არის წმინდა წერილისა, ლოცვა რომ მუდმივი და მოუკლებელი, ანუ რას ნიშნავს? მუდმივი კავშირი რა უნდა გქონდეს ადამიანს ღმერთთან. ილოცევდით ყოველსა ჟამსა სულითა და ამისთვის იღვიძებდით ყოვლითა გრძალულებითა და ვედრებითა ყოველთა წმინდათათვის. ანუ ლოცვა იმდენად ყოვლის მომცველი უნდა იყოს, რომ სიფხიზეში და მღვიძარებაში. პირველ რიგში ამაში რა თქმა უნდა გულისხმობ სულიერ მღვიძარებას და სიფხიზლეს, იმიტომ რომ გონება გაფანტულია ლოცვა არ არის. ეგ ერთი. და მეორე, დიახას პირდაპირ გაგებითაც, როდესაც ადამიანი ღამეც კი არ ცდილობს, რომ არ დაუშვას ცოდვა საკუთარ თავში და ცდილობს, რომ ღამის გარკვეული ნაწილიც ღმერთს შესწიროს. და აქ მარტო არ არის ვედრებითა ყოველთა წმინდათათვის, როცა შენ მარტო კი არა ხარ, არამედ ეკლესიაში ხარ, ეკლესიასთან ერთად, იმიტომ რომ წმინდანებთან ერთად ხარ. და პავლე მოციქული თხოვს, რომ ჩემთვისაც ილოცეთო. ჩემთვისაც ილოცეთ, რათა მომეცეს მე სიტყვა აღებისა პირისა ჩემისა განცხადებულად უწყებად საიდუმლო იგი სახარებისა. ანუ პავლე მოციქულმა იცის, რომ მისი სიტყვა უნდა იყოს საიდუმლოს განცხადება, რომელიც ღმერთმა გამოაცხადა და ამისათვის მას სჭირდება ძალა და ამ ძალას ის კვლავ და კვლავ ეკლესიის წიაღიდან იღებს, როგორც ორგანული ნაწილი ეკლესიისა. ამიტომ პავლე მოციქულის სხვების ლოცვასაც ითხოვს. არა მარტო თვითონ ლოცულობს, არამედ ევედრეთ ჩემთვის ეუბნება თავის სულიერ შვილებს, ევედრეთ რომ ჩემი სიტყვით ის საიდუმლოება განცხადდეს, რომელიც ღმერთში იყო სამყაროს შექმნამდე და რომელიც ახლა უნდა ნელადად ცხადდებოდეს ჩვენში. გესმით? ამისათვის ილოცეთ ჩემთვის. ანუ ეს არ არის ღვთის სიტყვა არ არის ადამიანური ნების, ადამიანური გონების პროდუქტი. ეს არის საიდუმლოება ღმერთის. განცხადებულად უწყებად საიდუმლო იგი სახარებისა, სახარების საიდუმლოება, რომელიც კიდევ ვიმეორებ მისტიკურად ითქმება და მისტიკურად მოისმინება ადამიანის გულის გულში. თუ ის მისტიკურად არ მოისმინება, მაშინ ადამიანი მას ვერ იგებს. ვერ იგებს რაღაც სიუჟეტს წაიკითხავს ერთხელ და ეს ხო ვიცი და ვერ იგებს იქ რა ხდება. და მე გულოცავს მადლი ყოველთა თანა მოყვარეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესთან. მოყვარეთა, ვისაც უფალი უყვარს, მასთან არის მადლი, ამ დალოცვით ამბობს, მადლი უხრწნელებით, ანუ რომელიც არასოდეს არ დასრულდება ჩვენში და აქვე ამ სოფელშივე მარადისობაში შევყავართ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.